თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მურთაზ ზოდელოვას მორიგის სასამართლოს სხდომა გაიმართა. პროცესს მხოლოდ ლევან ხაბეიშვილი ესწრებოდა, მან სხდომაზე სიტყვის უფლებითაც ისარგებლა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქართული ოცნების მთავრობაში ბოლო დროს განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა. ამ კონტექსტში მან ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე მამუკა მდინარაძის შეცვლის საკითხზე. როგორც ხაბეიშვილმა თქვა, სუსი გამოიყენება არა სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, არამედ შიდა პოლიტიკური ანგარიშწორებისა და ფინანსური გარჩევებისთვის. მისი პოზიციით მდინარაძე ამ პროცესში მხოლოდ დროებითი დავალებების შემსრულებელი ფიგურა აღმოჩნდა. ფორებზე გამოშვეს მამუკა მდინარაძე მეტია დაამცირეს. სუსის უფროსი გახდა გიჟიმი, კაცი გაეცამა პოლკოვნიკი, მაიო გენერალი და თუმი არც ისე არ უნდა ხუთმეც თანამდებობა მე გამოეცხადა ერთად. გამოვიდა ტელევიზორში და თქვი ალბათ სამსახურები შეიქმნა და ასე შემდეგ. არაფერი სამსახური არ შეიქმნა. დაამზურეს ესე რომ ვთქვათ, მინდა სუსი და სუსზე უფრო მაღალი თანამდებობა ალბათ პრემიერ-მინისტრის არ არის ამ ქვეყანაში. 6 წლის ვადი დაირჩიეს და ლამის 6 წელზე მეტი ვერ გასულა ამ გასულ თანამდებობაზე. ეს სასაცილო ტრაგედია და ტრაგედია. და ამ პირობებში კიდევ ამბობ, მე არ მახსენდება არც ერთი ბანკი საქართველოში, სადაც 4 დირექტორი შეიცვალა ერთ-ერთად. თუ ერთი მაგალითი. მე რა ბიზნეს ეს გამოძიება კი არ აინტერესებს. სად არის 300 მილიონი? რომელიც ბიზნეს უწევს, რომ აი ამოვიდება ამ. სად არის ლილოშუს ოთხოვა? არა, ლილოშუს ეკონომიკურ დარგში დავალება ზიგეში. გენჩილი და ღარიბაშუს ფული არა. მამუკა მდინარაძე დანიშნეს ამოღების სამსახურის უფროსს. მართლა უსაფრთხოება კი არ აინტერესებს საქართველოს უსაფრთხოება. მამუკა მდინარაძე გაამოღეს ერთი რამის გამო. არ არის ფული, არ არის გამო. ფურჩ, დაუშვეს. ლევან ხაბეიშვილმა სხდომათა დარბაზიდან ოპოზიცია გააკრიტიკა. მისი მიმართვის მთავარი ადრესატი კი ოპოზიციური ალიანსი იყო. ხაბეიშვილის თქმით, ირონიულია ის ფაქტი, რომ ალიანსის მიერ გაკეთებული 5 განცხადებიდან 3 მიხეილ სააკაშვილს ეძღვნება. ის ასევე გამოეხმაურა 26 მაისს დაგეგმილ აქციას და ალიანსის წევრების განცხადებები გააკრიტიკა იმის თაობაზე, რომ ამ თარიღისთვის მზადება 10 მაისიდან უნდა დაიწყოს. როდესაც მოვისმინე ესეთი სიგიჟე. ეხლა 10 მაისიდან რომ ვიცოთ გასვლა ხო? ეს მასაკეთები რუსთავში. ხო, ამას ვიტყვით ჩემი რჩევა. მე ესკენვა. არც გაკრიტიკება მინდა თქვენი, მაგრამ მე ხო არ მოვხსოვს, კაცო. ხალხი როგორც მე ვაფასებ. კიდევ მე ვარ ერთი თქვენი ხარდამჭერი და უყურებ ტელევიზორს. უსმენ ვიდეოს და მეუბნებ, რომ 10-დან როგორ მაინტერესებს რასაკეთებს ტრაჯი ვარ. 31 მარტს დააროსა 26 მაისის აქცია. 26-ში არ უხია პოლიტიკურ ლიდერს აქციის შესახებ ტელევიზორ არ უხია. არ უხია არ დაღარაკო, არავინ ამბობს, კაცო. ანუ ეს ომებით მარტო მიხეილ სააკაშვილს გასიმაღლებოდეთ მისი ანუ საქმე გაეკეთებინოს ვიღაცას ხო მარტო მე პირიქით გულშემატკივრობ გაერთიანებას გულშემატკივრობ ყველას და რაღაცებს ხო არ საზღვარი კაცო ხობი ძალიან მნიშვნელოვანია რა აი მიშას ყაველაშვილის ხობიზე გიждები როგორ აიყოს და როგორ რავი რა ადისკუსიები გავა ოღონდ მე კიდევ ქართული ხალხის იმედი მაქვს ამ ოპოზიცია იმხანს იმედი მაინც ვარ კაცო ციფრე დანარჩია ვიციან რა არის ეს არა კიდევ ამ ბენზინი 4 ლარებს საბანკო ოლიგარქიაზე რატო არ უნდა ლაპარაკო საბანკო ოლიგარქიაზე რატო არ უნდა ლაპარაკო ყველა ოჯახში მილიონი 600,000 მეტ ადამიანს აქვს ვალდა ბანკში და 300,000-ს მიკროსაფინანსში აღშობენ ფინანსური ეს ბანკები ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავეს მას გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებასა და საჯარო მოხილისთვის ქრთამის დაპირებას ედავება. 13 სექტემბერს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მურთაზ ზოდელოვას კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში უკანონო ჩარებას ედავებიან. ბრალდების თანახმად მან საქმის ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება. ამ საქმეზე მას გირაო შეუფარდა. მოგვიანებით 4 ოქტომბერს კი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების ბრალდებით დააპატიმრეს.